თქვენ სრული უფლება გაქვთ იყოთ მდიდარი, ბედნიერი და წარმატებული. თქვენ სრული უფლება გაქვთ იყოთ მდიდარი, გქონდეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ. იცხოვროთ სიუხვეში, სიმშვიდეში და ჰარმონიაში. ასხივებდეთ ბედნიერებას, თავდაჯერებას და წარმატებას. სიმდიდრე არ არის მხოლოდ ფული. სიმდიდრე არის მდგომარეობა, როცა ადამიანი გრძნობს, რომ მას არაფერი აკლია. ეს არის შინაგანი სიუხვე, რომელიც შემდეგ გარეთაც ჩნდება. ბევრი ადამიანი ქვეცნობიერად ფიქრობს, რომ არ იმსახურებს წარმატებას, რომ სიმდიდრე სხვებისთვისაა, რომ ბედნიერება რთულია, რომ ცხოვრება რთულია და სწორედ ეს რწმენები ხდება დაბრკოლება. ქვეცნობიერი იღებს იმას, რასაც ჭეშმარიტებად მიიჩნევ. თუ ფიქრობ, რომ ვერ შეძლებ, ის დაგეთანხმება. თუ ფიქრობ, რომ არ გეკუთვნის, ის ამას რეალობად აქცევს. თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია, იწყება გზის გახსნა. ამიტომ მნიშვნელოვანია გაიასრო. შენ გაქვს უფლება იცხოვრო კარგად, შენ გაქვს უფლება იყო ბედნიერი, შენ გაქვს უფლება გქონდეს სიუხვე. შენ გაქვს უფლება მიაღწიო წარმატებას. ეს არ არის ეგოიზმი. ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა, როცა ადამიანი ჰარმონიაშია საკუთარ თავთან. როცა საკუთარ თავს აძლევს უფლებას იყოს წარმატებული. ქვეცნობიერი იწყებს მუშაობას ამ მიმართულებით. როცა გრძნობ, რომ ღირსი ხარ, ჩნდება შესაძლებლობები, ჩნდება იდეები, ჩნდება ადამიანები, რომლებიც გეხმარებიან, ჩნდება გზები, რომლებიც ადრე ვერ ჩანდა. შენ არ ხარ შექმნილი იმისთვის, რომ მუდმივად გაჭირვებაში იცხოვრო. შენ შექმნილი ხარ იმისთვის, რომ განვითარდე, გაეზარდო და იბრწყინო. მიიღე ეს აზრი, როგორც ჭეშმარიტება. მე მაქვს უფლება ვიყო მდიდარი. მე მაქვს უფლება ვიყო ბედნიერი. მე მაქვს უფლება ვიყო წარმატებული. მე ვიმსახურებ სიუხვეს, მე ვიმსახურებ მშვიდობას, მე ვიმსახურებ კარგ ცხოვრებას. როცა ეს რწმენა მყარი ხდება, შენი ცხოვრება ნელ-ნელა იწყებს მის შესაბამის შეცვლას. ასხივე წარმატება, ასხივე სიმშვიდე, ასხივე სიუხვე და ცხოვრება დაგიბრუნებს იმავეს. ჯოზეფ მერფის სწავლებების მიხედვით.